ინტერვიუ ქონდა იმედთან და დაუფარავად ისაუბრა, რომ კი, რა თქმა უნდა, აბა ვის რა ეგონა სხვა, ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყანას ჩამოვასახლოთ არაბები და სხვა უცხოელები. ღიად თქვა, არც დაუმალავს. მე არ ვიცი, რატო ვიღაცას ეგონა, რომ ეს ასე არ იქნებოდა, მაგრამ მოდი მაინც მოусმინოთ. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონდა უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად. ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა. ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მთავარია, ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებით, უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია, რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ. საინტერესო ხედვა. აქ რომ იცხოვრონ შვილებთან. ხო, პირდაპირ ეგ თქვა, რომ შეიძლება აი ეს სხვა ქვეყნებიდან, არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც აქ საერთოდ საცხოვრებლად უნდათ ხალხს გადმოსვლა. ხო? და აქ შვენიერი ლამაზი ქვეყანა. ხო, შვენიერი ლამაზი ქვეყანაა, ჩვენ ავაშენებთ ისეთ საცხოვრებელ ადგილს, რომ მოუნდებათ ოჯახებთან ერთად აქ ცხოვრება, ხო? ეგ იყო მოვიაზრებთ ეგ იყო ნაწილს ჩვენი ქონებისა, უძრავი ქონებისა, რომელსაც შევქმნით, ვაპირებთ, რომ გავყიდოთ 60% უცხოელებზე, არაბებზე და სხვა ერებზე, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, როცა საუბარი მიდის 60%-ზე ინვესტორის მიერ და გასაგებია, რომ ახლა ინვესტორი მაქსიმალურად ალამაზებს, რომ რა თქმა უნდა შელამაზებული ტექსტი. ყველაფერი კარგი მინაპრევია. რატომ არა 100%? რატომ არა, არ ვიცი ხო, ცოტა უფრო მეტია, მაგალითად 100. თუმცა 10%-ის პრობლემაა და 5%. მაგრამ 10% და 5% არ იგეგმება. არა, არ იგეგმება, მაგრამ 60 იგეგმება. რომც იგეგმებოდეს, ეგეც პრობლემაა. კი ბატონო, მაგრამ ინვესტორმა თქვა, რომ 60 იგეგმება. ხო, როგორი რაღაცა იცით? მოდი რაზე შევთანხმდეთ, იცი? ჩვენ არა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავ ამ შემთხვევაში აუდიტორიას. აუდიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ ვიცი, შეცდომაში იყო, არ ჯეროდა იმის, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვუყვებოდით, ან არ იმჩნევდა, ან იტყუებოდა. მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. 6 მილიარდიანი 7 მილიარდიანი. ხო, 7 მილიარდი. ხო, მე იზრდება. ხო, დავამრგვალოთ 6.6 მილიარდი დოლარის დეველოპერული ინვესტიცია, ანუ სამშენებლო ინვესტიცია, საკუთარ თავში მოიაზრებს უცხოელების აქ ჩამოსახლებას. მოდი ამაზე შევთანხმდეთ, კაცო, იმიტომ რომ ვინც ამას აშენებს, თავად აღიარა. ის პირდაპირ მასზე პირდაპირ ამბობს, კაცო, ანუ ის იტყუება, აბა? ანუ ეს კაცი ტყვილს ამბობს? ის რატო ვერ მოიტყუებოდა, იცი? ეს იმდენად ცალსახა ფაქტი იყო, აი ყველანაირი ეკონომიკური და დემოგრაფიული პარამეტრი დათვლადი, რომ ჩვენ რო ვიძახდით, რომ აქ ჩამოსახლებას ითვალისწინებს, სხვანაირად აქ მყიდველი უბრალოდ ფიზიკურად არის არსებობს. აი როგორი შეურაცხყოფელი უსინდისობა იყო ახლა ამაზე რომ ვიღაცა გვეკამათებოდა რომ ტყუილია ხო გასაგებია ეგ ვერ იქნებოდა ტყუილი არ არის ფიზიკურად მაგის მყიდველი ამ ფინანსურად არც დემოგრაფიულად კი ბატონო მე მახსოვს პირველი ჩვენი გადაცემაც როდესაც ამ თემას შევეხეთ თუ არ ვწდები ეს იყო 2025 წლის იანვრის თვე თუ თებერვლის თვე როდესაც მათ შორის კობახიძე და სამთავრობო დელეგაცია იყო ჩასული გაერთიანებულ ემირატებში და იქ პირველად გაჟღერდა
ამ ხელშეკრულების ამ 6 მილიარდიანი, უკვე 7 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ. ის გადაცემა ნახეთ, არ ვიცი, აი და იმ დღიდანვე მოყოლებული ჩვენ ვამბობდით, რომ დიდი ალბათობით საუბარია სამშენებლო ინვესტიციაზე, რომელიც იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადე თუ სამშენებლო ინვესტიცია, აბა მეტი რა ინვესტიცია უნდა იყოს საქართველოში, ნავთობი ჩვენ არა გვაქვს, გაზი ჩვენ არა გვაქვს და არც სხვა რაღაც მინერალი და რაღაც იშვიათი ლითონი, ხო, არც ჩვენი მთავრობა და არც ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო არც მრეწველობას და არც წარმოებას არ ავითარებს, მეტი რაღა დარჩა ამ ქვეყანას, რასაც ებღაუჭება მთელი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა. დარჩა ეს ჩვენი დალოცვილი ქართული მიწა, რომელიც ყველას მოსწონს და სხვათა შორის ამაში არ იტყუება ასევე ეს არაბი ინვესტორი, არაბებისთვის აქ არის 64, ჩვენ ვერ ვაფასებთ სამწუხაროდ ქართველები საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს და იძულებულები ვართ რაღაც თვალსაზრისით ამ თავრობის პოლიტიკის შედეგად რომ აქედან წავიდეთ და ვიღაც გამოშტერებულ ლიბერალს საერთოდ არ მოსწონს საქართველოს, მაგრამ რეალურად რო დავფიქრდეთ, საქართველოს საცხოვრებლად არის იდეალურ ადგილზე. სუბტროპიკი გინდა, სუბტროპიკია, ზღვა გინდა, ზღვა არის, მშრალი კლიმატი გინდა, მშრალი კლიმატიც არის, მთა გინდა, რაც გინდა, ყველაფერია, ტყე გინდა, მდინარე გინდა. ყველაფერია ამ პატარა ქვეყანაში. ყველა რაიონი, ყველა მხარე ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აი მაგალითად, აი ჩვენ ჩtildeოეთ მეზობლის ტერიტორია რო ავიღოთ, აი ჩtildeოეთ კავკასიის მთიან რელიეფს რო გაცდები, აი შეიძლება მურმანსკამდე ისე ჩახვიდე, რომ ერთნაირი ის არის ბუნება. დიდად კი არ განსხვავდება, მაგრამ მოსკოვიდან პეტერბურგამდე რომ მიდიხარ, კი არ განსხვავდება ბუნება. ძალიან გავს ერთმანეთს. ან მაგალითად უკრაინის ბუნება და მოსკოვის ბუნება დიდად კი არ განსხვავდება. კიევის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი და ვორონეჟის ოლქი ერთია და საქართველოში 50 კილომეტრს კი არა, 20 კილომეტრს გაივლი და სხვა იმაში ბუნებაში შეიძლება გაჩნდე. აი ესეთ უნიკალური ქვეყანა გვაქვს. და ცხადია ამ არაბებმა რამე თუ იციან, ეგ იციან, იმიტომ რომ უდაბნოში ცხოვრობენ, კაცო. ურთულეს კლიმატურ პირობებში უწევთ ცხოვრება და ვინც ფულიანია, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ცხადია ის ცდილობს რომ გავიდეს იქიდან. და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეგ თავიდანვე გასაგები იყო, რომ აქ საუბარია საცხოვრებელ კომპლექსებზე და საცხოვრებელი კომპლექსი ვერ იქნებოდა გათვლილი ადგილობრივ ბაზარზე, იმიტომ რომ ქართველები ღარიბები ვართ და არა ვართ იმდენი, რომ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩვენს ხარჯზე ამოიღონ. ესე იგი, ლოგიკურად მივდიოდით იმ დასკვნამდე, რომ არაბები გათვლას აკეთებენ უცხოელ მყიდველზე. და ეს დადასტურდა. აქედან გამომდინარე, ახლა მოდით ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ჯერთი რომ მოსწონს, უკვე ძალიან მტრული პოლიტიკა პოზიცია უნდა გქონდეს ამ პოზიციასთან დაკავშირებით. ეს საკითხი არ არის გემოვნების საკითხი. მე შენ ეგ მოგწონს, მე ეგ მომწონს, კაცო. აქ დემოგრაფიული სურათის შეცვლა ეს ცალსახად მტრული პოზიცია და მტრული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ. მაგრამ ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ ყველანი და არ უნდა მივცეთ არავის იმის საშუალება, რომ ამ თემით სპეკულაცია მოხდეს. უკვე ფაქტის დონეზე გაირკვა, რომ აპირებენ ჩამოსახლებას უცხოელების. ჩვენ ახლა შეიძლება ვიმსჯელოთ, ვინ იქნება ეს უცხოელი, ისლანდიელებს ჩამოასახლებენ, თუმცა ისლანდიელებს რაში მჭირდება? ხო, არა, ეგ მაგისკენ ვიდივარ. ჯერ ისლანდიელთანაც მაქვს პრობლემა, ღმერთმა კარგად ამყოფოს ისლანდიელი ისლანდიაში, ჩემს ქვეყანაში მე მინდა რომ ადგილობრივი მცხოვრები იყოს. მაგრამ ისლანდიელზეც არ არის საუბარი, კაცო. ბატონმა მოჰამედ ალაბარმა ღიად განაცხადა გაერთიანებული ემირატების მოქალაქეებს, რომ მოუნდება თუ აქ ოჯახთან ერთად ჩამოსახლება და ჩვენს ლამაზ ქვეყანაში ცხოვრება. ხო და აი მე რა მაინტერესებს, ცი თბილისთან შენდება მართლა მცხეთის ომის ქალაქი. პროექტი არის
თბილისთან შედევს მცხეთის სრულის ქალაქი, რომლის აშენებაში წდებენ 7 მილიარდს ამ ეტაპზე. ანუ მათ ხელა დაინტერესება აქვთ ამის აშენების, რომ 7 მილიარდს დებენ და რომელზეც გაირკვა, რომ დებენ იმ ამოცანით, რომ მან ჩაასახლონ არაბები, თვითონ თქვეს. აი მე მაინტერესებს აი ის ნაწილი რა, რომელიც იძახის აი ოცნების ამომრჩეველი. აქ ახსა უბრალოდ ოცნების ზედაფენაზე, რომელსაც პირდაპირ ფინანსური ინტერესები აქვს და ნუ კაი თავის ინტერესებზე ჩემთვის გაუგებარია რანაირი შეიძლება მასე ანტისახელმწიფოებრივად მოექცე შენს ეროვნულ ინტერესებს და მასეთ რისკზე წაიყვან შენ სახელმწიფო, მაგრამ ნუ мотиваცია მათი რაშია ჩანს. მაგრამ აი ვიღაც ჩვეულებრივი ამომრჩეველი რო გამორბის და გამპრავებლები და ეს გამპრავებლები რო რაღაცას იძახიან, რომ არა, არ არის საშიში, რატო იძახით რომ საშიშია. აი მაგათი რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგათი პოზიცია რაზე დგას, რა იცი შენ, საშიში არ არის, აი მცხეთის ზომის ქალაქი იშენებენ, სადაც უნდა ჩასახლდნენ მდიდარი არაბები. ანუ არაბები, რომელსაც დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები და შესაბამისად დიდი გავლენები ექნება. ამ მცხეთის ზომის ქალაქის შენებაში თვითონ ინვესტორები ამბობს, რომ დასჭირდებათ მინიმუმ 30,000 კვალიფიციური მუშახელი შემოყვანა. კვალიფიციური მუშახელი ნიშნავს, რომ 5 მაგდენი არაკვალიფიციური გჭირდება, ხო? კვალიფიციური არის რაღაცა პროფილი რო აქვს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ვერ ასრულებს, არ ვიცი, შემდუღებელი ან რაღაცა სხვა, რაღაც ინჟინერი ან რაღაცა, ხო? ეგ ნიშნავს, რომ 30,000 კვალიფიციური თუ არის, რა ვიცი, ერთი 5 იმდენი მუშახო უნდა იყოს, რომელიც ამის კვალიფიციურ სამუშაოს მომსახურება, ხო? ეგ ნიშნავს 100,000 ჯამში მარტო მუშახელად შემოყვანას და პლუს ნიშნავს, რომ მცხეთის ზომის ქალაქის შენება თბილისში და მაგაზე დაახლოებით 3ჯერ ნაკლები ზომის შენდება გონიოში, ხო? კოლოსალური მასშტაბის რაღაცა პროექტია, კოლოსალური გავლენისთვის გახსნილია კარი და პირდაპირ დემოგრაფიული სურათის შეცვლის, პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით სურათის შეცვლის დღის წესრიგის წინაშე ვარ და ვიღაცა გამოდის და სხვებს ამშვიდებს. ნუ ნერვიულად, ყველაფერი კარგად იქნება, აი რაღაც დაგვიცავენ. აი ეს რის ხარჯზე ამშვიდებს ვიღაცა. ბიჭო, როგორ რაღაცა იცი? ნუ ცხადე ეს თავრობის მერის რითი წევრები, ხო, ბიჭო, საკუთარ პარტიაში ვერ დაგილაგებიათ და ვერ მიგიხედავთ. საკუთარი პარტიის წევრები ღალატობენ, კაცო და ერთმანეთს იჭერთ. თან მოყოლებული 2012 წლიდან. პრეზიდენტიდან დაწყებული, რავი, მინისტრებით და მოადგილებით დამთავრებული და პარლამენტის წევრებით ყველა მოღალატე თქვენს პარტიაში იყო და ყველა ვერაფერი ვერ გათვალეთ. ეგ რამე თუ უნდა გაგეთვალათ, პრეზიდენტს ვის ნიშნავდით და პრემიერ-მინისტრს ვის ნიშნავდით, ეგ უნდა გაგეთვალათ. მაგაში შეცდით, მანდ ვერ გააკეთეთ სწორი პროგნოზი და ეხლა რა თქვენ ამ სიტყვებს უნდა ვენდოთ? ხო, უბრალოდ პროგნოზი კი არა, კაცო. თქვენ ვისაც უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავდით, თურმე ქვეყანას ძარცვავდნენ. ანუ ფულის სანაცვლოდ ფულს პარავდნენ ჯარს, თურმე ფულს პარავდნენ ბავშვებს, ან ბავშვებისთვის რომ უნდა აეშენებინათ ბაღები და სკოლები, ანუ მათ შორის განათლება მომავალი თაობის რაც უნდა უზრუნველყო. გამრავლების პრობლემა რომ ბაღები არსებობდეს, სადაც მშობლები ერთი შვილი რო ყავს, ან ორი შვილი რო ყავს, იქ მიიყვანს და შემდეგ გამრავლების პრობლემა არ ექნება, რომ ან ბავშვები რაღაცნაირად მოვლილები და მიხედილები არიან ამ ქვეყანაში და ამაში გეხმარება სახელმწიფო. ამას პარავდნენ თქვენი უმაღლესი თანამდებობის პირები ფულს. და ანუ ჩვენ ვიღაცა რო გვაწყნარებს ოცნების ამომრჩეველი თუ გამპრავებელი, რომ დამშვიდით, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ აი ამ არაბების უზარმაზარ რისკს რო შემოიყვანენ ქვეყანაში, მთავრობა ამას მიხედავს ძალიან კეთილსინდისიერად. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ მთავრობის იდეური мотиваციის, კეთილსინდისიერების და პატრიოტიზმის იმედად, და რომათ თურმე ხელი არ წაუწდებათ არაბების მილიარდებზე, ამის იმედად უნდა ვიყოთ იმ მთავრობის შემთხვევაში, რომელიც საკუთარ ხალხს პარავდა. თან რა არის, იცი? პატრიოტიზმის იმედად და პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების იმედადაც ვერ ვიქნებით
იმიტომ რომ შემოდის არაბები ძალიან სერიოზული გავლენებით, ძალიან სერიოზული ფინანსებით და ეგ მავნებლური ქმედება მთავრობის მხრიდან სწორედ მაგიტომ არის, რომ ეგ უკვე იმხელა პრობლემებს იწვევს სახელმწიფოებრივს, რომ პატრიოტული მიდგომის ადამიანიც კი მაგ გამოწვევებს მის გამკლავება გაუჭირდება, ანუ პრობლემებს როცა იზრდი, ხო, პრობლემებმა შეიძლება იმხელა მასშტაბებს მიაღწიოს, რომ რაც არ უნდა გულანთებული ადამიანი იყოს, იმან ვერაფერი ვეღარ მოახერხოს. ამიტომ სიამოვნებაში ეს მოვლენა, თვითონ ეს ფაქტი, რომ მთავრობა ამ ყველაფერს წარმოაჩენს ძალიან პოზიტიურ კონტექსტში, ეს ყველაფერი გამოხატავს იმას, რომ ზუსტად იგივენაირად როგორც საკუთარ ხალხს ძარცვავდნენ ესენი. ზუსტად იგივენაირად როგორც deep state-ზე ყიდიდნენ მანამდე, ხო? ამ ქვეყანას და თვითონ ძარცვავდნენ. მეტი არაფრით არ იყვნენ დაკავებული, deep state-ზე ყიდიდნენ, თვითონ ძარცვავდნენ. ეხლა რაღაც ახალი მყიდველი მოძებნეს და საერთოდ არც პატრიოტიზმის, არც კეთილსინდისიერების ამაში საერთოდ ნაპერწკალიც კი არ ჩანს ამ პროცესში. ეს არის პირიქით, ეს არის ეს სიამოვნებაში ჩვენ ქვეყანას იმხელა პრობლემებამდე მიიყვანს მომავალში, რომ აი მაგალითად ხალხი ხშირად გვეუბნება ხოლმე, რომ მე უკან მობრუნება რომ ვეღარ მოახერხოთ, ხო? მართლაც ეგეთი ნაბიჯია ეს სინამდვილეში ევროპის მაგალითზე და დასავლეთის მაგალითზე ზოგადად ასეთი არ მომხდარა. ეგ უნდა ითქვა რა, აი ძალიან მნიშვნელოვანია ერთ რაღაცას გაუწოთ ხაზი. ევროპაში არავის არ უთქვამს, რომ ქალაქი ააშენონ არაბებმა და ჩამოასახლონ არაბებს. ეგეთი რამე გამორიცხეთ, საერთოდ ეგეთი მე არსად არ გამიქია ეგეთი სისულელე, რომ არაბებმა ქალაქი ააშენონ ევროპაში და არაბები ჩასახლდნენ. ეგ მაგაში პირველები ვართ, ეგ მაგას მოდი ნურავის ნუ დავაბა. მან ეგ პროცესი მიმდინარეობს უკვე. ეგ პროცესი მიმდინარეობს, ოღონდ ქალაქები ივსება, ოღონდ სხვანაირად მოხდა. იქ ერთბაშად არ შემოუყვანიათ, რომ მოდი აგერ ქალაქს აგიშენებთ და თქვენ აქ იცხოვრთ. ეგეთი, არ ვიცი, ყველაზე ულტრალიბერალურ ევროპულ არც ერთ ქვეყანაში არ მოხდა. ეგეთი რამე არ მომხდარა, მაგის მიუხედავად, რომ ასეთი რამე არ მომხდარა, ევროპას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, დემოგრაფიული კატასტროფა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერია ევროპა ეკონომიკის მიმართულებით, ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, მაგის მიუხედავად სერიოზული პრობლემები აქვს ევროპასაც კი. მაგრამ საქართველოს აკეთებს ისეთ რაღაც, რაც ევროპასაც არ უქნია. ევროპაზე უარესს აკეთებს. თან არის სუსტი, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. შემოდიან ძალიან გავლენიანი იდეოლოგიური თვალსაზრისით. სამხედრო თვალსაზრისით თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი ხალხი ჩვენ საერთაშორისო დონეზე არანაირი მოკავშირეები არ ყავს, ანუ მაგას იმიტომ ხსნი, რომ ასეთი რამე, რასაც საქართველოს აკეთებს, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში. ეს არანაირად არც ერთი მაგალითი არ შეიძლება მოვიყვანოთ ამისი, რაც საქართველოში ხდება, ესეთი სწრაფი ტემპებით ეროვნული ინტერესების განიავება ევროპაშიც კი აქვს, ევროპაშიც ანიავებს თავისი ინტერესებს და იქ ცუდი მდგომარეობა, ანუ მაგას ჩვენ ვლაპარაკობდით, მაგას როცა ჩვენ ვიძახდით, არავინ აქ საერთოდ წარმოუდგენელი იყო მაგის თქმა, ვიღაცა ვერც ბედავდა, თავის თავს ვერ აძლევდა მაგის თქმის უფლებას, მაგრამ ევროპას რომ პრობლემები ეგ გაცილებით უფრო ნელი ტემპებით ხდებოდა იქ, ვიდრე ჩვენთან ესენი აკეთებს.